იცი რა, მე გავყოფთი გამომდინარე ჩემი ასაკიდან. არა მარტო 2024-მდე და 2024-ის მერე, არამედ თქვა 24-მდე ავიღებდი კიდე რაღაც ერთ რომელიმე ნიშნულს. მაგალითად, იმ ნიშნულს, საიდანაც საქართველოს ფეხბურთი აღმოჩნდა იქ, ანუ იმ დონეზე, რა დონიდანაც მერე დასჭირდა უკვე ფენიქსივით აღდგენა და აი მოსვლა იმ რეალობამდე, რომელიც დღეს გვაქვს, ხო? იმიტომ რომ ნახე რა ხდება, ეს თქვენთვის არის, რომ რაღაცები შეიცვალა, ჩემთვის დაბრუნდა. მე მესმის, რომ თქვათ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე ნაკრები ერთია და ის დინამო თბილისი, რომელსაც მე ვარ მიჩვეული, არის მეორე, ხო? მაგრამ თუ ჩვენ წარმატებაზე ვლაპარაკობთ, თუ ვლაპარაკობთ გამარჯვების გემოზე, ხო? ამბიციაზე, რომელიც ქართულ ფეხბურთს გააჩნია საერთოდ და მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად დამსახურებულად, მაშინ არ შეიძლება რომ ის დინამოს პერიოდი რაღაცნაირად მაინც არ ჩაუსვათ ამ რაღაც საერთო რეალობაში, ოღონდ იცი რა, მისი გაიგივება იმ რაღაც წარუმატებელ და საშინელ წლებთან, როდესაც ჩვენ ფეხბურთის გარდა რაღაცა სხვას თამაშობდით საერთოდ, ხო? მე ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად. ნახე რა ხდება, როცა მე დავიწყე ფეხბურთის გულშემატკივრობა, არსებობდა დინამო. დინამო იყო საქართველოს ნაკრები. და მათ შორის რამდენიმე მატჩი ამ სახელით ჩატარებულიც აქვს. ანუ ბევრს ახლა არ ახსოვს და ერთ-ერთი პირველი მატჩი შეიძლება იქამდეც იყო რაღაცა მეც არ მახსოვს, რომელიც იყო თქვა 50-იანი წლების შუაში იყო სპარტაკია და იქ საქართველოს ნაკრები გამოვიდა საქართველოს ნაკრების სახელით. მართალია საბჭოთა კავშირის ფარგლებში, მაგრამ საქართველოს ნაკრები ერქვა და მოსკოვის ნაკრებთან წააგო ფინალი. იყო კიდე ერთი სპარტაკიადა უკვე, რომელიც ჩემ ახმაშიც აბსოლუტურად ეს გუშინდელივით მახსოვს ეს თამაში, ისევ მოსკოვთან წავაგეთ, ისევ ფინალი, უკვე 79 წელია ეს ზაფხული. და მე მოსკოვის დინამოს მოვუგეთ 1000. იქვე, ძალიან მალე. შესაბამისად, იქამდეც, ვთქვათ, საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ ჩაუტარებია დინამოს მატჩები საქართველოს ნაკრების სახელით. იქ გამოსათხოვარი მატჩი დაუშვათ ხურცლავას. იქაც ერქვა საქართველოს ნაკრები. ეს არ აღიქმებოდა მაშინ ბუნებრივია, რომ ეს არ იყო ახლა სრულფასოვანი ნაკრები, რაად იქნებოდა საქართველოს იყო ერთი რესპუბლიკა, ვთქვათ, იმ დიდი სახელმწიფოსი, რომლის ნაწილსაც წარმოდიოდა. კარგი იყო, ცუდი იყო, ზარ ვლაპარაკობთ ახლა. ცუდი იყო. ჩემთვის ცუდი იყო, ვიღაცთვის კარგი იყო, ხო? ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვიყოთ იქ, სადაც დღეს აღმოჩნდა და ვიქნებოდით, რო არ ყოფილიყო და რო აი ეს ცუდი ქვეყანა, რომელზეც ვლაპარაკობთ, იმ თაობებს, რომლებიც ქართულმა ფეხბურთმა გაზარდა, მათ შორის ის თაობებზე ვლაპარაკობ, რომლებიც ჩემამდე იყვნენ და რომელიც მე არ მინახია. ზოგი მაქვს ნანახი რაღაც ქრონიკის ძალიან მწირი კადრების მეშვეობით, ზოგი საერთოდ არ მაქვს ნანახი და წაკითხული მაქვს რაღაცა, მაგრამ ნახე რა ხდება 30-იან წლებში ქართველებს დინამო თბილისის შემოთამაშე ქართველებს სხვა გუნდი არ იყო ესეთი ამ მასშტაბით, ხო, ფეხბურთს ყველგან თამაშობდნენ, ხო? ეძახდნენ დიდ ურუგვაელებს. ნახე, მნიშვნელობა არის დიდი ურუგვაი. ანუ ეს არის პერიოდი, როდესაც ურუგვაი არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და პირველი მსოფლიო ჩემპიონი. შენ არა თუ გადაარებენ მსოფლიო ჩემპიონს, შენ გეძახიან დიდ ურუგვაელს. ანუ იმაზე მაღლა გაყენებენ და ეს არ არის ის მეტსახელი, რომელიც ქართველებმა თვითონ დაარქვეს თავიანთ თავს. ფეხბურთის კარუზო დაარქვეს, ვთქვათ, მასაკია ბორის პაიჭაძეს, რომელიც თამაშს მე არ მინახავს და ის კადრები რაც არის, ის არის გადაღებული ფილმისთვის და არის ყალბი. ესე დადის თვითონ მარტო დადის მოედანზე თვითონ რაღაცას აკეთებს იქ რა და მაგ კადრები რომელიც არის კანტიკუნად არის შემორჩენილი და არ გიქნის შენ იმ შტაბეჭდილებას, რა შტაბეჭდილებას დაუშვი შეიძლება ქონდეს პელეზე, მარადონაზე, მესიზე, ან რაღაცა თქვა კრუივზე და ასე შემდეგ, ხო, რაღაცა სოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებზე და როგორც ყვებიან ეს იმ დროისათვის იყო აი ამ მასშტაბის მოვლენა. მე რასაც მოვესწარი, ხო? მე მოვესწარი დაუშვათ სლავა მეტრეველის და მიშა მეწყლის ბოლო თამაშებს და არ იყო ეს უკვე ის ბრწყინვალება, რომლითაც
მათ სახელი გაითქვეს სოფლიოში, მაგრამ იყო დათო ყიფიანის, ვოვო გუცაევის თაობა, რომელმაც მოიტანა ყველაზე დიდი წარმატებები ქართული ფეხბურთის და როცა ვლაპარაკობ ჩვენ მნიშვნელობაზე დინამოს გამარჯვებების, მე მესმის ბევრი ამასო კარგი რა წაიღეთ ტვინი ამ ლაპარაკობთ გაუთავებლად ამ რაღაცა იმაზე რა ქვია ძველ გამარჯვებებზე, მაგრამ რო არ ყოფილიყო ეს ძველი გამარჯვება, არ იქნებოდა არც ეს თაობები და არც ის ფეხბურთი არ იქნებოდა აქ, რომლითაც ჩვენ დღეს ესე ვამაყობ და ესე ვტკბებით. მაგრამ მე რა მოხდა? ეს უკვე არის ცალკე დიდი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ რა გაკეთდა არასწორად ის უნდა გავაანალიზოთ, რატო აღმოჩნდა ესეც სავალალო მდგომარეობაში და სად არის ქართული ფეხბურთი, საკლუბო ფეხბურთი დღეს, ხო, რომელიც არ ვიცი ხა ამას რა ეძახია ქართულად, არ ვიცი რა ქვია და ესე პლინტუსის ეძახით, ხო, პლინტუსის ქვევით არის სადღაც, ხო? 7 ერთების წაგება და რაღაცა, ხა სამარცხვინო, ხა რა ზოლაპარაკობთ, ეგეთი ანგარიშით ფეხბურთი არ თავდება. უფულობაა ეს, უფულობა სახელმწიფოს მიერ უგულებელყოფა რეალობის. შეიძლება რომელიღაც ფორმაციას მაინც ქართული ხელისუფლების მეტი მზრუნველობა გამოეჩინა სპორტის მიმართ და მიუხვდარიყო რომ სპორტი არის ის სფერო, რომელსაც შეუძლია რომ წარმატება მოიტანოს და შეუძლია მოიტანოს დივიდენდები და მათ შორის ფინანსური სარგებელიც, ხო? რა გააკეთა ხორვატიამ, რომელიც ასევე პატარა ქვეყანაა ჩვენსავით. და ტუჯმანი, რომელიც იყო მათი პრეზიდენტი, გამოირჩა იმით, რომ გამოვიდა თქვა, რომ ჩვენ ახლა იმის ატომური ფიზიკაში, რა ქვია, გარღვევით მსოფლიოს ვერ გავაკეთებთ. შეიძლება რომელიღაც 1-2 ხორვატი ფიზიკოსი ან რომელიღაცა სხვა მეცნიერების დარგის წარმომადგენელი იყოს მსოფლიო მასშტაბის ფიგურა, ისე როგორც ქართველები ბევრი ყავს ასეთი, ხო? მაგრამ მთლიანობაში ხა საქართველოს არ აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს დაუშვათ, ისა ქვია, სილიკონ ველი გახდეს დაუშვათ, ისა ქვია, დიდი მწვანე ველი, ან რომელიღაც ალაზნის ველი გადაიქცეს იმათ. არ არის ეს. ალაზნის ველს უნდა მოდიოდეს ყურძენი. იმიტომ რომ ესე ვარ ჩვენ. მოცემულობაა ეს, ხო? იმან გააკეთა და ამიტომ შეხედეთ სად არიან ხორვატები, ხო? 2-3 ადგილი, 1 ფინალი მსოფლიო ჩემპიონატებზეა ლაპარაკი. რატო? იმიტომ რომ ფული ჩაიდო, იმიტომ რომ რაღაცა გადასახებები ან კლიენტ განთავისუფლდა სპორტი, ან უბრალოდ ის სპონსორები, რომლებიც ფულს აბანდებდნენ სპორტში, ანუ შეიქმნა რაღაც სისტემა, რომელმაც მერე შედეგები მოიტანა საკუთრივ სპორტულ თქვა სარბიელზე, ხო? ჩვენ ახლა იცი რა ადგილ-ადგილ ვიღაცას მოუნდება ფული ჩადება 1 სეზონით, გაჩნდება რაღაცას ნორეს მილანი, ვიღაცა იმის რა ქვია ბანოჯის იუვენტუსი და იმის რაღაცა მადრიდის რეალი, იმის რაღაცას კიდე რა ვიცი მათხოჯის. ხო? და რა მერე ხა და მერე ეს ერთიგივე ხალხი დადის ერთი გუნდიდან მეორეში. დღეს ამას აქვს ფული, აქ არიან ხვალ, მერე ჩააგებენ ჩემოდან, სწავლენ, გადავლენ რეალიდან იმაში ბარსელონაში. თაობა, ნიჭიერების თვალსაზრისით რო აიღო, ხა მე კი ვთქვი რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოვიდოდა და მართლა ნიჭიერი თაობა მოვიდა საოცრად და მე აქტუალებული აბსოლუტურად ამათით, მაგრამ თუ მარტო ნიჭს აიღებ 90-იანების თაობა ამაზე მეტი თუ არა ნაკლები არაფერ არ იყო, ხო? არველაძე, ბიქინგლაძე, ვთქვათ, ჯამარა, ყაველა, მათ შორის ვთქვათ, არ ვიცი, ნემსაძე, ქეზბაია ცოტა უფროსი ამაზე, მაგრამ იქ რევიშვილია, იქ ცხადაძეა, იქ შელია, ხო? სახელი ვარსკვლავები იყო, ვარსკვლავცვენა იყო. და მას მეოთხე ადგილზე გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთს თავის სტოიჩკოვიანად თბილისში მოუგეთ. ეს არ იყო ასეთი წარმატება. ძალიან ბევრ ქვეყანას არ ქონია. ამ დონის და ეს არ იყო ერთი მატჩი, ხო? იქ იყო პოლონეთთან, უნგრეთთან გამარჯვებები, ხო? და მაშინ არ ნერვიულობდი ჩვენ ლუქსემბურგის მატჩის წინ რომ აბა დავიქცევით ახლა ქვეყანა თუ არა და რა იქნება, ხო?
რაც გჭირდა ამ მოდი ხა იმასაც დავივიწყებთ რომ სანამ პორტუგალიას მოუგებდეთ ევროპის ჩემპიონატზე ლუქსემბურგთან ინფარქტი მივიღეთ იმაზე რა ქვია მატჩის დროს ხო ასე არ არის იმ თაობას არ ქონდა ამის შიში იმიტომ რომ ის ჩივაზე ხუმრობდა რომ ინგლისთან 2-0 წავაგე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და მოხსნეს მცნელობიდანო და რატო ვერ მოუგე გასკოინის და იმას გოდლი და ვინ არ ყავდა ინგლისს ხო მაშინ და იმაზე დღემდე საშუაბრალებთ რომ ტოტის და იმის დელ პიეროს იტალიასთან წაგებას ეს ჩვენ ეს თაობას ყავდა ხო მერე გავიგე რომ იყო რაღაცა პერიოდი როცა საერთოდ ვერავისთან ვერ იგებდი და საამაყოდ ქონდა რომ იცი რა ითქვა ერთხელ რომ ყველაზე კარგი მატჩიო ნაკრებმა ჩაატარაო საშინაო მოედანზე როცა დამარცხდა 2-1 ლატვიასთან ნუ ეხლა ეს არაფერში არ ეტევა ხო არაფერში არ წერია ეს ჯერ ლატვია ვინ არის საერთოდ და ლატვიასთან სახში წაგება რა შეიძლება საუკეთესო მატჩი თუ არის დავუყურებულ ვართ ესე იგი ხო ხო და ეს ხო რაღაცაზე დაყრდნობით თქვენ ადამიანებს ყველა ხო მდგავს ესე იგი დანარჩენი მისი შეხედულებით რომ თუნდაც თქვა მისივე შეხედულებით დანარჩენი თამაშები კიდევ უარეს გქონდა იმოც და იმ ხორვატიაზე ამდენშვილობა არის ხორვატიას მოგებული გვაქვს თბილისში ხო კობიაშვილის ეგერ გოლით აი კობი აშკა ესენი კიდე ის მოვიწა კიდე იმას როთული დიახან ვარსკვლავსვენა იყო ამიტომ ესე არ არის ქართულ ფეხბურთს აქვს თავისი ამბიციების საფუძველი მე მაინც იმედი მაქვს რომ მაგრამ იცი რა ყოველთვის არ არის აუცილებელი ეს თანაფარდი იყოს ნაკრების და შიდა ჩემპიონატის დონეები და თქვა წარმატებები ხო ხა დანია ევროპის ჩემპიონი გახდა მაგრამ დანიურ კლუბს ისინი ვარსკვლავები არ მოუწყვეტია არსად არასოდეს ხო ხან ბრონბიუ იყო ცოტა ხანი ვთქვათ რაღაცა გამორჩეულად კარგი გუნდი ისევ და ისევ დანიის კვალობაზე ხან ვთქვათ კოპენჰაგენი რაღაც დანარჩენი არაფერი დანია მაგ ლაუდროპების მამას რომელიც თვითონ იმ დროის ვარსკვლავი იყო დანიური ფეხბურთის და არა მარტო ფინ ლაუდროპი თბილისში ნათამაშები გახიეს აქ მშვაზე იცი რა მე გეტყვი რომ მაშინაც ანუ ჩემ კიდევ ვიმეორე ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისთვის უფრო მეტად არის ჩემთვისაც რა თქმა უნდა რა თქმა ლაპარაკი როცა დამოუკიდებელ საქართველოსზე ლაპარაკობდა თქვა ესეთი უკვე ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გიწევს თქვა საუბარი კი სხვა პრიზმაში უყურებ ამას ყველაფერს და აბსოლუტურად სხვა ემოცია რა თქმა ამას ფილოსოფია და ეს პირველი დღიდან ასე იყო მე პირველი თაობიდან ისევ 90-იანს დავუბრუნდი შოთა და აჩი შოუს რო გავიგონებდი იმის ყირილს რა ქვია იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ვიპარავდით ყველაფერს განსხვავება რაშია ნახე აქ ჩვენ მიყვავს მარტო და იქ ჩვენ რეალურად მიყვავდა წყვილში რომელიღაცა ქვეყნის კომენტატორებთან ერთად ხმას ჩვენ ხმიანად ვიპარავდით რაღაცა რეპორტაჟს და იმ ხმა მოყვებოდა იმას და ამიტომ შენ იქ კიდე გიწევდა ის რომ ვთქვათ ქართველი გულშემატკივრები დაგერწმუნები იმაში შენ იცი რაღაცა და უფრო უნდა დაგესწრო ვთქვათ გვარის თქმა უფრო ადრე ვიდრე ის იქაური რაღაც იტალიელი თუ თურქი იმის დამიხევით ვისპარავდი ვთქვათ იმის რა ქვია ის რაც დაილაპარაკებდა და რო სანამ ის იტყოდა რომ ბურთი აქ არ ვიცი ვთქვათ ვიღაცა რავანელის თუ ვიღაცა შენ უნდა გეთქვა უნდა დაგენახო რომ ჭაღარაა და ეს იგი რავანელი უნდა დაგესწრო სასწრაფი ანუ კიდე შეჯიბრი ქონდა გარდა იმისა რომ ფეხბურთელები წაგეყვანა კიდე ეჯიბრებოდი იქაურ წამყვანს მაგრამ ამ სიტუაციაში როცა ქართველი გამოერეოდა ძალიან იშვიათი იყო მაშინ ხა იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ინგლისის ჩემპიონატს ვერ ვიჭერდით და იქიდან ვთქვათ და იგიო ის რაც კინგლზე ერთ სეზონი ითამაშა პრემიერ ლიგაში ხა ჩემპიონშიპს მithumetes სამ დაგვაჭერა ხა ხო და ამიტომ თურქეთის არხები ვიყავით ძირითადად განებიურებული, იმიტომ რომ რამდენიმე იყო ასეთი და განებიურებული ყავდით არ ველაძეებს, იმიტომ რომ გამდენ მართლა მატჩი შოუს ყოველკვირეული, იმეთი რა ქვია რეჟიმით. მე იქვე დაიწყეს
სხვებმაც ამად გაყვალულ გზაზე სიარული და ვთქვათ დანარჩენების ვინ ჩამოთვალე იმათი ნაწილიც აქ იყო იქ ხანდახან ანტიკონტად გერმანიის ჩემპიონატში თამაშს სადღაც ჩავავლებდით და ვთქვათ ფრაიბურგი თუ ჩაგვივარდებოდა ან აინტრახტის არას დავუშვათ თამაშობდა ცხადაძე იმ ერთ თამაშს ვაჩვენებდი და იქაც აბსოლუტურად ახსილი ვიყავით იქ სხვა ემოციაა ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა შენიანია იცნობ და კომაგობ იმის და მიუხედავად რომელი ქვეყნის ღირსებას იცავს იქ ხო არა აბსოლუტურად სხვა რაღაცაა და მაგრამ ის რაც მე უშუალოდ სტადიონზე და განსაკუთრებით აი ქუჩებში ვიხილე მასშტაბურად ხედავ საქართველოს ჩამოსული ქუჩაში და კოლონა მოდის თეთრწელი იმითი რა ქვია ჯრიანი ფორმით და ქართული სიმღერით და მიდის სტადიონზე იმიტომ რომ ელოდება როდის დაამარცხებს შენი გუნდი კრისტიანო რონალდოს იმას რა ქვია პორტუგალიას და თან ამ ამბიციით მიდგა ამ ამბიციით რაც თორე ბრუნდები გამარჯვებული ხო? ზაზე ლაპარაკობთ. ეს არის რაღაც აბსოლუტურად აი ახმის იქით სადღაცა რა, რომელსაც სადაც რა გახვიდი აწი. ეს პირველი ესეთი ემოცია ალბათ არ განმეორდება. ღმერთმა ქნას რომ თალხთა ევროპის ჩემპიონები გავხდეთ და კიდე მსოფლიო ჩემპიონები რატომაც არა, მაგრამ რაც ვნახე ხო? ეს არის აბსოლუტურად რეალობა და შეხედეთ ხვიჩ კვარაცხელიას ხო? წავიდა ამ იმაში PSG-ში და ტოლს არუდებს არავის შეუცვლელი ფეხბურთელი და ვარსკვლავი ყავს აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ვარსკვლავი მსოფლიო კლასის რომელსაც დამარცხებული ყავს სანაკრებო დონეზე თავისი კერპი რონალდო და საკლუბო დონეზე ასევე თავისი კერპად მიჩნეული მესი. მეტი რა უნდა ქნას. და ამ ორივე გამარჯვებაში ლომის წელი აქვს შეტანილი, ხო? ეს კი არა რომ იყო იქ აი უბრალოდ ტრიბუნიდან უყურებდა ბინოკლით. ეთამაშებოდა უშუალოდ და მოუგო ორივეს. იმას გოლი გაუტანა და ახაც შექმნა ესენი რა ქვია გოლები, ხო? ანუ სხვაგან ვართ. ამბიცია სხვა გაგვიჩნდა და ეს არ არის მარტო ეს ხოლმე მამარდაშვილს ველოდებით რომ წამოაგდებს შემადგენლობიდან ლივერპულში, იმას რა ქვია ვთქვათ ალისონს. იქ საწავა მიკაუტაძე რომელი გრანდი დაინტერესდება მისი რომა გაწყობს კი რომაში წასვლა რაღაცა აი ამ დონეზე მივედით ხო და იქ ზორიკო დავითაშვილი გააგზელებს კარიერას იქ 15 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდით რომელსაც ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავს რომლებიც ძალიან ამბიციურ გუნდებში თამაშობენ მათ ყავთ მათი ლიდერები აი ხა მე გუშინ დავიწყე შეგროვება აქ რაღაცა გადაცემისთვის დავუშვათ ხო ფეხბურთზე მოვედნისთვის ვაგროვებთ რაღაცებს იმიტომ რომ მოვა ეს მატჩები ზაგერ არის თქვა ერთვე დარჩა იქამდე და ვთქვათ უყურებდით რეალ მადრიდში არდას და მდგომარეობაშია იქ იუვენტუსში დასშვება მათი ასევე მეორე ვარსკვლავი მესამე და მეოთხე ყავთ იქ ბენფიკაში ხო ანუ სახელებს გუნდების სპეციალურად იმიტომ ამბობ რომ კიდე ერთხელ თქვენ მაყურებელს გავახსენო სათამაშობენ ესენი ჩვენ ჯერ ერთი ყავს სენ-ჟერმენში საოცრება აგერ მეორე ლივერპულში იმედია ასევე ფეხს მოიკიდებს მაგრამ იმათ ბევრი ყავთ ძალიან ბევრი და კიდე ამას ემატებიან წინათაობის ანუ უკვე გამოცდილი ვარსკვლავები მე ხა ახალგაზრდები ჩამოგითვალე შედარებით ხო იმ თურქეთზე როცა ვლაპარაკობ და ხა თურქეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან დიდი ქვეყანაა ამიტომ რთული მატჩი იქნება მაგრამ უნდა თვალი გაუსწოროთ ხა რეალობას რა იმიტომ რომ აქ ესპანეთია ამ ჯგუფში და ესპანეთი არის ის ვინც სამწუხაროდ ჯერჯერობით მიუწვდომელ დონეზეა გავიგე რომ ჩვენ მოგებული გვაქვს ამ ხანაგური ესპანეთში რაღაცა მაგრამ წაგებული გვაქვს 7-1 და შესაბამისად
ეს 7-1 აგერ გუშინ წინ იყო რა და ამ თაობამ წააგო და ის 1-0 სხვა მოიგო და სხვა ვითარებაში და სხვა მნიშვნელობის თამაში იყო, ხო? ამიტომ ესპანეთზე თქვა თუ მეტნაკ შეგვებული არ შეიძლება წარმომადგენლობასთან იყო და მასთან რა ქვია წაგებასთან, მაგრამ ნუ რაღაცა ეძებ რაღაცა ხელმოსაკიდს ხავს რაღაცას ეჭიდებს რაღაც. თურქეთი თუ რაღაცა გინდა, მაშინ თურქეთია მთავარი მეტოქე აქ. ბულგარეთის ძალიან კარგი გუნდია და